ილამშილობისა. მე საერთოდ მაინდა-მაინც თავს არ ვიკლავ ხოლმე პოსტების დადებით. ყოველთვის ვდებ ისეთ თემას, რომელიც სასურველია ყველა მიცოდეს. ამ დილით წავიკითხე უკვე, რომ ამას მე დიდი ხანია ჩვენზე მეტია ველოდები, რომ იწყება ბუნებრივი მოვლენა, ელ ნინიო. ამის შესახებ თუ რა არის, რას წარმოადგენს, სასურველია გუგლში მოიძიოთ და ნახოთ. ეს არის ბუნების ერთ-ერთი უსაშინელესი კლიმატური ცვლილებების დაწყება, რომელიც იწყება დაახლოებით ივლისში, სექტემბრამდე გაგრძელდება და პიკს ნოემბრიდან თებერვლამდე მიაღწევს. მთელ გლობალურ მსოფლიოში ხდება. ასაკოვანი ადამიანებისთვის, ჩემთვისაც, თქვენთვისაც ძალიან ცუდი მოვლენაა კურსის წარმოვანთა დაავადებულებისათვის. კი არ გაშინებს ხალხო, უბრალოდ საქმის კურსი იყო აქ იმის პოლიტიკას კი არჩევთ, იმან ამას მოუგო, იმან დაატყა. არა ბატონო, აქ სიცოცხლეზეა საუბარი. სიცოცხლეზე, რომელსაც ვერაფრით ვერ შეებრძოლები, თუ საკუთარ თავს არ მიხედე, ჩრდილში არ იყავი და ასე შემდეგ. ეხლა რა არის? გამოვლენ აქ ზოგიერთებიდან დაიწყეს ჩვენ უფლის წილხვედი ქვეყანა ვარ და ჩვენ არაფერი არ შეგვეწევს. მოდი რა უფარს გეხვეწები და გეუნდარებთ რა. თავი გაანებეთ რა. მან ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ყველაფერს რეგულირებას უკეთებს, მაგრამ ეს არის ბუნებრივი მოვლენა. კაი, შეიძლება მაგრამ უფლის მოვლენებიც არის. დიდება მისცა და სახეს. ხო, და ნუ მთავრობას დააბრალეთ და ჩვენ რო კაი მთავრობა ყავდეს, ჩვენ არ შეგვეხებაო. ეს შეეხება მსოფლიოს განსაკუთრებით კიდე წყნარი ოკეანის და ატლანტიკის ოკეანის მაცხოვრებლებისათვის, მაგრამ აქაც აზიაში საშინელი მოვლენებია მოსალოდნელი. ამ ვიდეოს ეხლა მე იმისათვის კი არ ავწევ, რომ აშველი ჩიტები დაადასტურე მოწონება. არ მინდა ეს თქვენი აშველი ჩიტები ხალხო. არა ვარ გლადიატორის პარტაკი. ადამიანი ვარ, ერთ-ერთი რიგითი ქართველი ადამიანი, რომელსაც აზროვნებს და უნდა თავისი ცოდნა არ არის ეს ინფორმაცია გადმოგცეთ სულ ყველას და გაიგოთ რა. რა საშინელი მოსალოდნელი ტემპერატურული ცვლილებებია 4-5 გრადუსით ოფიციალურთან დაკავშირებით მოიმატებს ეს სიცხე. უკვე 50 გრადუსზე ავიდა საფრანგეთში, გერმანიაში. ხო, აქ თითქოს კავკასიონის მთები გვიცავს სიცხისაგან. აი, კერძოდ ლაგოდეხში კიდე იმდენად გაუსაძლისი არ არის სიცხე, საღამოს ხას უსვამთ რა. დღის ის განაცვალე, ბარე მაჯიკა წაისვით, დაბრაწული გოჭივით გახდები მისთან სიცხეა მზეზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს, ყურა დაიღოთ. ერიდეთ გარეთ-სიარულს. იყავით უფრო ჭრილად იქნებში, ხა არიან კატეგორია ხალხებისა, რომ სიცივე უჩვენია თუ სიცხე. მე პირადად სიცივე მიჩვენია, რატო თბილისს მაინც ჩავიწვევ და რაღაც ცეცხლს დავანთებ, ამ ფეჭს დავანთებ და გვერდზე მივუჯდები. ამ სიცხეს აი ხა ისეთი სიცხეებია, დილის 9 საათის შემდეგ მე შევიკეთები სახში ფარჯები და სუყურებელი დაკეთილია, რომ სიცხე არ შემოვიდეს. სიცხე. ხო. რა მინდა? მოწონებები არ მინდა, გამომწერებს მე არ ვაგროვებ, პირიქით. გუშინ 3000 კაცი წავშალე TikTok-იდან რა, რომელსაც ისთვის აღვანან, რა ვერ გავიგე რა.
მე TikTok-ზე სხვა მიზანი მქონდა და თავის საქმეს ვაკეთებინებ რა. ჩემი რეკლამები გამეშვა და ხალხს ენახათ არა. სულ არ მაინტერესებს არც სიყვარულის თემა, არც ღალატის თემა, არც როგორ მიმდინარეობს საომარი მდგომარეობები უკრაინაში და იმაში არ მაინტერესებს ახლა მომკარეთ თუ გინდა ხო? ხო. ფეხბურთი კი მიყვარს, მაგრამ ესეთი უაზრო ფეხბურთი არ მინახიათ. ეს წაგდება მსოფლიო ჩემპიონატი. ვინ მიზუგებს ყველა ფეხბურთის თამაში სწავლებს მე მგონი ქართველების გარდა. მოკლედ დავიწყე ბუნებრივი მოვლენით, გადავედი სპორტზე, არა ბატონო. თავს მიხედეთ ჯანმრთელობის, აი უკვე მე მგონი აი ხა დის ვის ნახევარია ხო? 25-26 კადრში ჩრდილში ჯერ მზე არ ამოსულა. არის. ხო. შეიძლება წყალდიდობები იყოს, შეიძლება ძლიერი წვიმები იყოს, სეტყვები იყოს, სიცხეები იყოს, ყველაზე საშინელი. აი ყველაზე რომ ადამიანი ხო დიდი რაოდენობით მიიღებს წყალი. დღეში მინიმუმ 2 ლიტრი მაინც წყალი დალიეთ. ოღონდ ცივი გაყინული კი არა, მასივი უნდა გამოგებული, უფრო გიჭირებთ ყოფას. ნორმალური ოთახის ტემპერატურით ხა სიამოვნო დასწრები არ არის, მაგრამ ერთადერთი რომ დალიეთ რა. დილის წინ სასურველია საერთოდ წყალი დალიოთ. როცა ადგებით დილით უზმოზე ხო? მე მაგათაც ჩაის ვაკეთებ ხოლმე ამ პიტნით და თბილ წყალს ავსვავი, იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობით არის ერთ-ერთი საუკეთესო რამე. ხო რა ვიღა, მე ჩემი გითხარით, ეხლა ხო გეუბნებით, არ მინდათ ეს აშველი თითი და მოწონებები არც ნუ გამომიწევს ბატონო, არა აუცილებელი გამომიწევს, ხო? მე არც გამომწერებ მაინტერესებს, არ TikTok-ით ფულის გაკეთებს, ვაი არის კაჭირდი, ვინმე რამე მოგცეს უშრომლად. უბრალოდ აი მომწონს TikTok-ის, რომ საინფორმაციო წყაროარი რომ გადავცეთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა, მოვლენები, დახმარება გაუწიოთ ადამიანს სიტყვიერი და არა ის აკრდები ხოლმე რომ მე მინდა ფული და ეგ ბატონო ხო? მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაეხმარო, ვისაც მართლა ძალიან მძიმე ჯანმრთელობა აქვს. ვისაც ბავშვი ყავს, ყმეთთან დაიფაროს ყველანი. ავად, ასაკოვანი ხალხი ყავთ, სასწრაფო ოპერაცია ჭირდება და აი წავს. მაგრამ კაცი არ ამუშავდეს და ფულს ითხოვდეს, სახლი ამიშენეთ, რომ მანქანა მიყიდეთო, ეგ ბაზარი ჩემთან არ მოდის რა. კარგად იყავით, დანოცვილი იყავით, უფლისაგან დანოცვლები იყავით და ყველას გისურვებთ თითქოს სიცოცხლის ჯანმრთელობას, მიხედეთ ჯანმრთელობას. ადამიანი და საერთოდ უცხადებლები ნიახური არ არის რომ მეორე წელიწად დათეს უნდა კიდე ამოვიდეს. თუ კიდე ოხრახუჩი იგივე კინძი ბატონო კიტრი და პამიდორსაც ეგამან. მაგრამ ადამიანს ეს პერიოდი რაც უფალმა მისცა, იმდა სიცოცხლესა მე ბასტა. მოიცა, დამთავრდა კინო. ასე რომ გაუმარჯოს სიცოცხლეს, გაუმარჯოს ჯანმრთელობას და ცდელობას იმისა, რომ ვიცოდეთ რაღაცა და თავს გავუფრთხილეთ რა ეგ არის რა. იმიტომ რომ ცოდნა გაზებს ბევრ რამეს და არა ვირივით შრომა. იმისა რომ დარვინმა მაიმუნი ადამიანს გადააქცია, შრომამ მაიმუნი ადამიანს გადააქცია და კახებმა რომ დაამოწა იმისათვის კი რომ მე ვირად ექცია. ეს კახელის ის არის სიფრთხილე. კარგად მზადდებოდეთ, დანოცვილი იყავით.